აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ყოველთა მწუხარეთა სიხარული მოილოცეს. ხატი დაიწერა საქართველოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით შენდება ილორის წმინდა გიორგის ტაძარი, სადაც დროებით სავანე შეიძლება იქნას მიჩენილი აი ამ ხატისათვის. შეიკრიბა დღევანდელ დღეს ამ ხატის წინაშე მართლმადიდებელი მრევლი, რომელიც ახავლენს სამშვიდობო ლოცვას, სამშვიდობო პარაკლის და მადლობა შესწირავს ღვთისმშობელს და სთხოვს მას, რომ მალე მოხდეს და მალე დადგეს ის დღე, როდესაც ქართველი და აფხაზი ხალხი ერთად განადიდებენ უფალს. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა მოვახსენო პატრიარქს ამ საოცარი დიდი საჩუქრისათვის და თითოეულ ჩვენგანს მრევლს და არა მარტო აფხაზეთიდან დევნოთ უსურვო დაბრუნება და შემდგომი ამ ხატის შემდგომი დღესასწაულის აღნიშვნა მოხდეს ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში ოჩამჩირის რაიონში.